სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. შემდეგი კითხვა ეხება ძალიან გრძნობიარე საკითხს ბიბლიაში, რომელსაც ალბათ ძალიან ბევრი, ანალოგიურად დაფიქრდებოდა და შეყოვნდებოდა. ლაპარაკი არის პოლიგამიაზე და მრავალცოლიანობაზე. გამარჯობათ ჯონ, ახლახანს ჰქონდა მე კითხვა, კითხულობდი დაბადების წინს და წავაწყდი რომ ერთგვარად ეს დამაბნეველია. და ფიქრობდი, რატომ ყავდათ სხვადასხვა ადამიანებს ერთზე მეტი ცოლი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი ძველ აღთქმაში იყვნენ და ჯერ ახალი აღთქმა არ იყო დადებული? თუ დაუშვა ღმერთმა ეს და იყო თუ არა ეს ცოდვა? ჯონ მაკარტური შემდეგნაირად პასუხობს. ჩვენ ამაზე ადრეც არის რამოდენიმეჯერ შეეხო ჯონ მაკარტური ამ თემას, როგორც კითხვა-პასუხებში, ისევე ქადაგებებში. ეს ყოველთვის ცოდვა იყო და ყოველთვის ცოდვა არის. ჩვენ თუ დაბადების წინს დაუბრუნდებით, ღმერთმა შექმნა ერთი კაცი და ერთი ქალი, რომელიც ესე გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე და ესე რჩება ყოველთვის. ასე ვფიქრობდი მეც, კითხვის ავტორი. ეს ყოველთვის ღვთის სტანდარტი იყო. და მე უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, არ ვიცი, ვინც სამ კითხვას ეთყობა, ძალიან ემოციურად იმუშავებოდა და გზადაგზა ეჩრება ბატონ ჯონს. ჯონ მაკარტური აგრძელებს. ძველი აღთქმის პერიოდში ადამიანები, რომლებიც ამას არ ღვევდნენ, იტანჯებოდნენ. წაიკითხეთ მათი ისტორიების დანარჩენი ნაწილი და მიხვდებით ამას. გულისხმობ დავითის ცხოვრებას, შეხედეთ სოლომონის ცხოვრებას, შეხედეთ სხვა ადამიანებს, რომლებსაც ერთზე მეტი ცოლი ყავდათ, ბიგამისტები ან პოლიგამისტები და ყოველთვის ნახავთ პრობლემებს, გასაჭირს და სირთულეებს. მაგრამ ამავე დროულად არსებობს გარკვეული გაგებით, რომლითაც ღმერთი მათ მიმართ იყო მომთმენი ან ტოლერანტი. შესაძლოა გასაგები ტერმინებით რომ ვთქვა, წმინდა წერილი ძალიან ნათლად საუბრობს ქორწინებაზე, მაგრამ ღმერთი ძალიან მომთმენი იყო ადრეულ წლებში, ადრეულ ხანაში. იცით რომ მოციქული პავლე ამაზე საუბრობს მოციქულთა საქმეების წიგნში და მე მოვიძიე ეს ალბათ ყველაზე ახლოს არის, თვითონ არ დაასახელა ზუსტად, მაგრამ ეს არის მე-17 თავი, როდესაც პავლე მიდის ათენში და მე წავიკითხავ ამ ადგილს. გამცილებლებმა ათენამდე მიიყვანეს პავლე, მიიღეს ბრძანება სილას და ტიმოთეს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ მასთან და გამობრუნდნენ. სანამ პავლე ათენში ელოდებოდა მათ, მისი სული აღშფოთა ამ კერპებით სავსე ქალაქის ხილვამ. აღაშფოთა. ამაზე ელაპარაკებოდა სინაგოგაში იუდევლებს და მომსახურეთ და იმათ, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა მოედანზე. ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოელმა ფილოსოფოსმა კამათი დაუწყო მას. ზოგი კითხულობდა, მაინც რისი თქმას უსვა ამ მოლაყბეს. სხვები ამბობდნენ, ეტყობა უცხო ღმერთებზე ქადაგებსო, რა კი იესოსა და აღდგომას ახარებდა მათ. მიიყვანეს არეოპაგში და უთხრეს, შეგვიძლია თუ არა გავიგოთ, რა არის ეს ახალი მოძღვრება, შენ რომ ქადაგებ? რაღაც უცნაურს ასმენ ჩვენ ყურებს, ამიტომ გვინდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს. ყველა ათენელს, ისევე როგორც სტუმრად მყოფ უცხოელს, ისე არაფერი ეხალისებოდა, როგორც რაიმე სიახლეზე ლაპარაკი ან მისი მოსმენა. პავლე დადგა არეოპაგის შუაში და თქვა, კაცნო ათენელო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ, რადგან როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია, უცნობ ღმერთს. მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით. ღმერთი შემოქმედი, სამყაროისა და ყოველი მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს. არც ადამიანთა სამსახურს მოითხოვს, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს. იგი თავად ანიჭებს ყველა სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს. ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათი დასასახლებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიათ ღმერთი. ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან, რადგან მასში ვცოცხლობთ, ვიძურით და ვარსებობთ, როგორც ზოგიერთი თქვენი პოეტი ამბობდა. ჩვენ მისი მოდგმა ვართო და რა კი ღვთის მოდგმა ვართ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი გავს ოქროს, ან ვერცხლს, ან და ქვას ადამიანის ხელოვნებით და წარმოსახვით გამოქანდაკებულს. ამგვარად ღმერთმა უგულველყო უმეცრების ჟამი, ნახეთ, აი ეს არის, უგულველყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდეს ადამიანის ყველგან რომ მოინანიონ.
რადგან მან დაადგინა დღე, როცა განეკითხავს ქვეყნიერება სიმართლით, წინასწარ დადგენილი კაცის მეშვეობით და ყველას მისცა მოწმობა კუდრეთით აღადგინა რა იგი. მკვდართა აღდგომაზე რომ გაიგონეს, ერთნი დასცინოდნენ, სხვები კი ამბობდნენ, ამის თაობაზე კლავაც მოგისმეთო. ასე გამოვიდა პავლე მათგან, ხოლო ზოგიერთნი შეუერთდნენ და ირწმუნეს, მათ შორის დიონისე არეოპაგელი და დედაკაცი სახელად დამარისი და სხვებიც მათთან ერთად. ანუ ის ამბობს პავლე მოციქული, აგრძელებს ჯონ მაკარტური, იყო დრო, როდესაც ღმერთმა გარკვეულწილად უგულვებყო და ყველაფერი, რაზეც ამ ცოდვაზე ღმერთი თვალს ხუჭავდა, უბრალოდ თვალს არ უსწორებდაო. საჭირო იყო გამოცხადების პროგრესი, სულიერი ჭეშმარიტების სრული აყვავება და ამ განვითარების პროცესში ღმერთი ძალიან მომთმენი და ძალიან მოწყალე იყო. და გეტყვით, იმ შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ ეს ღმერთისათვის უცნაურად გამოიყურება, მოდით, შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას. შეხედეთ თქვენ ცხოვრებას, ჩვენ ცხოვრებას. თქვენ რა არა ხართ სიკვდილის ღირსი? და რა არ შეეძლო ღმერთს ეს ჩვენთვის მოესაჯა სიკვდილი? მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მე და თქვენ პოლიგამისტი არა ვართ. რა ჩვენ არ ვიმსახურებდით ნებისმიერი მიზეზის გამო სიკვდილს? და ღმერთმა რა გააკეთა? გვაპატია და მოგვიტევა. ასეთია მისი ბუნება. ამინ, პასტორ ჯონ.